ტრამპმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ფაშინიანს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ. ანუ ამით ტრამპმა რუსეთს გადააწუწა თავზე პირდაპირ მნიშვნელობით იმ რუსეთს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ დაინტერესებული არის ფაშინიანის დამარცხებით და იქ რუსი ოლიგარქი კარაპეტიანის გამარჯვებით. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესია სომხეთში ფაშინიანის მისი მეგობრის ხელისუფლებაში ყოფნა დარჩენა. და იქ საინტერესო განცხადება გაკეთდა ამ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების და თანამშრომლობის ახალ სიმაღლეზე აყვანას. ანუ ტრამპი ელოდება რა ფაშინიანის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში დარჩენა 7 ივნისს შემდეგ მთლიანი სამხრეთ კავკასიისთვის მოიცლის. მთლიანი სამხრეთ კავკასიაში კი აზერბაიჯანთან ყველაფერი გარკვეულია, იქ არავითარი პრობლემა არ აქვს ამერიკას, ერთადერთი პრობლემა არის საქართველო. სადაც ანტიამერიკული ხელისუფლებაა, სადაც მაგალითად ბორია ივანაშვილის ჯიბის ფალოსოფოსი ზაას შათირიშვილი გამოდის და ტრამპს Deep State-ის აგენტს ეძახის. ხო, ნახეთ ეს ყველა. და თქვენ როგორ გონიათ ხა შათირიშვილი თავისი აზრებით ამბობს ამას? არა, ამერიკის საელჩოში ძალიან კარგად იციან მთლიან ამერიკაშიც, რომ ამას ბორია ივანიშვილის დავალებით აჟღერებს შათირიშვილი. და ეს ყველაფერი უგდებს ტრამპს მაგიდაზე და რუბიოსაც სახელმწიფო დეპარტამენტში აქედან გაგზავნილი საელჩოს მიერ, ხო? ანუ მარტივი არის. ტრამპთან ვერ დალაგდება ბორია ივანიშვილი, რომელიც ტრამპის მიერ არის დასანქცირებული. ეს ხო ვიცით ყველამ. ბაიდენის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები ტრამპმა ერთი თვის წინ გაუგრძელა ბორიას. ანუ ტრამპის მიერ დასანქცირებულია ბორია. და როგორ აპირებთ ახლა ტრამპთან დალაგებას, როცა ტრამპს ბორია ყავს დასანქცირებული. ერთადერთი ეს არის დემოკრატიული რეფორმები, პოლიტპარტნიორების გამოშვება და დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებიდან აჯმა. აი ეს არის ამერიკის პოზიცია, რომელიც წარდგენილი აქვს 5 კაციანი დელეგაციები რო ჩამოდის და 5 დღის განმავლობაში რო იყვნენ აქ. ახლაც აქ არიან, მე მგონი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობის დელეგაცია, ამას ნიშნავს ხო ეს. ამიტომ ველოდოთ სიკეთეებს და ჩვენ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი საქართველოს საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ამერიკა და ევროპა შესაბამისად დაგვეხმარებიან. გაავრცელეთ ეს ვიდეო, იხარეთ.